საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ვართ? აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო? მოვედი, მოვგუგუნდი. მოვგუგუნდი ჩემო ძვირფასებო. საღამო მშვიდობის ყველას. ჩემო სიყვარულო ხალხო. აბა როგორ ხართ? ხომ არ მოვიწყინეთო? ხო არ მოვიწყინეთო? ხო არაო? გაიხარეთ, ურმესი მადლობა ყველას. დღეს დაგებრუნდით ძალიან კარგ ხასიათზე. ამის მიზეზსაც გეტყვით რატომაც. მოვალეხლავე და გეტყვით რატომაც. ხო ჩემო ძვირფასებო. არა ბიჭას დღეს ვარ იმიტომ კარგ ხასიათზე ჩემო მეგობრებო, რომ აი გული ამოვირეკე რო იტყვიან. სათქმელი ვთქვი იქ, სადაც საჭირო იყო. ხო, აი ესე. და უფრო ამოვისუნთქე რო იტყვიან ჩემო მეგობრებო. გამთავისუფლდი მოკლედ. აი ზუსტად. თქვენთან როგორ ჩაიარა დღე, მეგობრებო, აბა როგორ ხართ? მოდი სანთელს ავანთებ. საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. საღამო მშვიდობის ანა მარია როგორ ხარ? უღრმესი მადლობა ყველას, მეგობრებო, აი ყველა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა. მადლობა მორგანა გაიხარე. მოკლედ მანებიურებთ. უღრმესი მადლობა ყველას. კარგად უნდა ვიყვეთ ყველა, აუცილებლად უნდა ვიყვეთ კარგად და ვიქნებით, ხო იცით რომ ვიქნებით. საღამო მშვიდობის ყველას მეგობრებო. მერცმა მშვიდობა ნუ მოგიშალოთ. მშვიდობა და ჯანმრთელობა. ხო. აბა როგორი განწყობა გვაქვს? განწყობა არაჩვეულებრივი. დღეს დილით ვგუგუნებდი, მერე დავწყნარდი. იმ გუგუნში მეგობრებო ავფეთქდი, ამოვყარე, ამოვშაქრე, აი ამოვიღე გულიდან ყველაფერი, თუ კი რაიმეს თქმა მინდოდა, დავისვენე, დავწყნარდი. ხო, იმიტომ რომ 5 თვეა ვითმენ მეგობრებო. აი ეს ზუსტად 5 თვეა ვითმენ და გააწყდა ბეწვის ძაფი მეგობრებო. ამიტომ კი, ამ საღამოს უკეთესად ვარ. რა თქმა უნდა. ერთი წუთით მოვალახლავე.
რა ვქნა მეგობრებო, მაპატიეთ. ხა, მოკლედ მოვედი ჩემო ძვირფასებო. მოვედი, სალამი ყველას, მოგესალმებით. ყველას მოგიკითხავთ ჩემო ძვირფასებო. დიდი სიყვარულით გაიხარეთ, არა მიშას ამ საღამოთ ცოტა უკეთ არა, ბევრად უკეთ. ეხლა პარასკევს კიდევ უფრო უკეთესად და უკეთესად იქნები მეგობრებო. საჯარო გაშლა, კითხვა-პასუხი არა, ჩემო ძვირფასებო. კითხვა-პასუხზე მე აღარ ვიმუშავებ, მაპატიეთ, მაგრამ მე არ ვიმუშავებ. ხო, აი შემახსენე მორგანა. შეხო იცი? მორიელმა მითხრა. კი ვარაო, დღეს არ უნდა ჩართო ლაივიო, აბა ხახს რო დაპირდიო, ახალი პარტნიორიო. კი, რა თქმა უნდა, მშვიდობა მაქვს. მშვიდობა მაქვს მეგობრებო. ეხლა სამსახურეობრივი დაძაბულობა თორე, ისე მშვიდობა მაქვს კი. ორი დღე. გელოდებოდით ორი დღე. გაიხარე მორგანა. გაიხარეთ მეგობრებო, ურმესი მადლობა ყველას. მოდი ახლა დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, აი როგორც მე მჩვევია ხოლმე. აი მოვიდა მურიელიც. არაფერზე არ იფიქროთ, არაფერზე არ ინერვიულოთ. არავინ არ ჩავიფიქროთ, მოეშვით მეგობრებო. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და უბრალოდ დავიწყეთ. არავინ არ ჩაიფიქროთ. განთავისუფლდით ამ ფიქრებიდან. დაეშვით მეგობრებო, დაეშვით. დაეშვით. ხო. დავიწყებ თქვენი დახასიათებით. თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა მე. ძალიანაც კარგი სიახლეები რა თქმა უნდა. კარგი სიახლეები რა თქმა უნდა. საღამო მშვიდობის ყველას. აბა დავიწყოთ. დავიწყებ ახლა მეგობრებო თქვენი ენერგიები. თქვენი სიგნიფიკაცია, ვინ ხართ თქვენ? ადამიანები, რომლებიც წარსულზე რაღაცას განიცდიან და ადამიანები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ძალიან დიდი გულის ტკივილი. ერთი წუთით მოვალახლავე. ხო, მოკლედ მეგობრებო, გავაგრძელებ თქვენი სიგნიფიკაცია. ხო, ეს წარსული მეგობრებო, შორი ახლოს რატომღაც მაინც ახლოსა, შორი ახლოსაა თქვენთან და მაინც თითქოს და რაღაცა თქვენში დიდ ტკივილს იწვევს. ეს შეიძლება იყოს დიდი წარსულიდან, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ნახეთ მწველად იწვევს თქვენში გულის ტკივილს. კარგით, კიდევ თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენი სიგნიფიკაცია. ხო, აი ნახეთ, აი ეს გასაღები რატომღაც ხელს მიშლის მეგობრებო. აი ასე ვიზამ. ხო. ნახეთ რა ხდება ჩემო ძვირფასებო. ხო, ეს წარსული არის დაკავშირებული ადამიანთან. ქარიზმატული ადამიანი, რომელთანაც გქონდათ აი მეგობრებო, ესე გაჩვენებთ. ეს არის ის ადამიანი, ვისთანაც გქონდათ სასიყვარულო კავშირი. ადამიანი, რომელიც თქვენთვის იყო ძალიან ფასეული, ხირებული და ამ ადამიანიდან მოკლედ ეს მოგონებები ძალიან გულს გტკენთ. კარგით, თქვენი სიგნიფიკაცია. ხო, მეგობრებო.
აი მეგობრებო, ნახეთ როგორი კარტები ამოდის. მეგობრებო, არ ვიცი რა გქონდათ შეფიცებული ერთმანეთისთვის. არ ვიცი რა შეფიცეთ ერთმანეთს თქვენ და ამ ადამიანმა, როგორ მინდა რომ გაჩვენოთ ახლა ზუსტად აი ეს კარტები. თქვენი სიგნიფიკაცია. არ ვიცი რა შეფიცეთ, რა გქონდათ შეფიცებული ერთმანეთისთვის. შეიძლება გქონდათ შეფიცებული ერთმანეთისთვის, რომ იბრძოლებდით. ოღონდ იბრძოლებდით ისე, რომ არაფერს შეუშინდებოდით. მეგობრებო, იბრძოლებდით ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული იყო აქ. აქ იყო აი უდიდესი სიყვარული. აი ეს სიყვარული ძალას გაძლებდათ. ამ სიყვარულში გქონდათ მომავალი დაგეგმილი, ეს პატარაც ყავდათ დაგეგმილი, გინდოდათ შვილის გაჩენა, ეს იყო უდიდესი სიყვარული. თქვენ ამ სიყვარულის პოტენციალს ხედავდით, გაგრძელებას ამ ურთიერთობის და ფიცი გქონდათ დადებული. მეგობრებო, რაც გაძლევდათ ძალიან დიდ ენერგიას. ეს ფიცი გაძლევდათ დიდ ენერგიას. მაგრამ აი ამაზე რომ ფიქრობთ ეხლა, ნახეთ, აქ ამოვიდა ფიქრის კარტი. წარსულის ფიქრის კარტი. ეს ყველაფერი იყო წარსულში და ამაზე ეხლა რომ ფიქრობთ, მეგობრებო, ძალიან ცუდად ხდებით. იღლებით. იღლებით ამაზე ფიქრით. ნახეთ მეგობრებო. აი 4-ვე კარტი ამბობს თქვენს დაღლას. თქვენს ავადმყოფობას, თქვენს ცუდადყოფნობას, ძალის გამოცვლას, დაცემას, წაქცევას, განადგურებას. განგაში, ლამის განგაში ჩაირთოს უკვე. თქვენი ორგანიზმი, მეგობრებო, თქვენი შინაგანი ორგანიზმი, აი ასე გაჯანჯღალებთ, რომ აი გამოიღვიძოთ, გამოფხიზლდეთ, განგაშია უკვე ჩართული, მაგრამ ვერ ახერხებთ თავს, რომ დააღწიოთ. თავს ვერ აღწევთ ამ ყველაფერს, მეგობრებო. ნახეთ. იმდენად გაქვს ჩახოული, აი წყალი რო ტრიალებს, ამაში რო იხვევს ყველაფერს, აი ზუსტად ასე ხართ, მეგობრებო. ჩაიხვიეთ უკვე ეს ამბავი. თავს ვერ აღწევთ. გამოდიხართ, მერე უბრუნდებით. გამოდიხართ ძლივს, გამოცურავთ ამ ვადაპადიდან, რო იტყვიან, ხო? მერე ისევ გითხრებთ, აგი ყველაფერი ჩაგითხრებთ, ისევ ჩაგიყოლიებთ. რაღაც დროის მანძილზე გამოდიხართ, გამოცურავთ, თითქოს ივიწყებთ, მერე ისევ თავიდან იწყება და მოკლედ ამ ყველაფერმა ისე დაგღალათ, მეგობრებო. ძალა გამოგაცალათ. თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენი ენერგიები კიდევ მეგობრებო. ხო, შიში დაგიტოვათ, მეგობრებო. ეს შიში შეიძლება იყოს მარტოობის. ეს შიში შეიძლება იყოს უბრალოდ ეს თქვენი შიშია. კიდევ რომ არ მიგატოვოთ ვინმე. ადამიანების მიტოვების შიში გაქვთ, რომ ვინმე არ მიგატოვოთ. ამიტომ აღარავის აღარ იკარებთ. გაურბიხართ ყველას. ყველაზე ფიქრობთ, რომ ესეც წავა ჩემი ცხოვრებიდანო. მეგობარი შემოვაო, ესეც წავა, ესეც დანას ჩამცემს, ესეც დამკლავს, ესეც მიღალატებს, ესეც. ესე იძახით სულ, ესეც. ესეც ისეთია, ამას იძახით. იმდენი გულის ტკივილი დაგიგროვდათ, მეგობრებო. იმდენი ტკივილები დაგიგროვდათ, რომ დრო ხო არა რომ ჩაიდალიოთ, მეგობრებო? და მამშვიდებელი ჩაიროდალიოთ, იმის დრო ხო არ არის? ჩემო ძვირფასებო, იქნება ამის დროა მოსული. კი. დროა ამის მოსული, რომ დამამშვიდებელი ჩაიდალიოთ. მეგობრებო, და არაფერსი არ იფიქროთ. კარგით, გავაგრძელებ.
კიდევ რას გვეტყვის თქვენზე? ჩემი შემოდგომის დასტა, რას გვეტყვის თქვენზე ჩემი შემოდგომის დასტა? კიდევ რაო? ხო, ნახეთ? აი, არა პირიქით. ასე. ეს და მე ეს. ჩაის დალევა და ძალის დაბრუნება. მეგობრებო, იქნებ მართლაც გჭირდებათ ვინმეს დამამშვიდებელი ჩაი. ცუდი არა? ესეც ალბათ ტყუილუბრალოდ არ ვთქვი მე. იქნებ ვინმე ძალიან კარგად დაგეხმაროთ. მოსინჯეთ მაინც. კიდევ, რომ თქვენი ძალები აღიდგინოთ. სასიცოცხლო ენერგია. ხო, ნახეთ როგორი დამსხვრეულები ხართ. ბევრ თქვენთაგანს გულის ტკივილიც ექნება, მეგობრებო. იმედი დაკარგული გაქვთ, გული გტკივათ. აი, აშკარად გული გტკივათ. შეიძლება გაქვთ ჰაერის უკმარისობაც. აი, რო ჩაისუნთქავთ, ამოსუნთქვა გიჭირთ. სუნთქვის პრობლემები, მეგობრებო. სამართლიანობა ეს რასთან დაკავშირებით? აი, ეს არ გცილდებათ, მეგობრებო. მაინც გაქვთ ამას, მაინც ელოდებით. ამიდან ელოდებით სამართლიანობას. აი, ამ სამართლიან ურთიერთობას ელოდებით, ან ელოდებით ამ ურთიერთობიდან სამართალს. აი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ ჩემი ნათქვამი. ზუსტად ისე გაიგებთ, როგორც გჭირდებათ. ვის როგორც გჭირდებათ, ისე გაიგებდით ახლა ამ ჩემს ნათქვამს. ძალიან კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ საკუთარ თავთან, ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, მეგობრებო. თან ძალიან. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი უყურებდეს აი იმას, როგორ გაუმართლა ურთიერთობაში და მე რატო არასდროს არ მიმართლებს. ხო, რაღაც აი ესე ადარებთ ვიღაცებს, რაღაცებს, მეგობრებო. შეიძლება სხვის ურთიერთობას კი ხედავდეთ არ მიკვირს და ყოველთვის რაღაცა ადარებთ თქვენ თავს სხვებს. არასოდეს ეს არ გააკეთოთ, მეგობრებო. თქვენ ხართ და სხვა. კიდევ. ძალიან ძლიერები ხართ. უკვე. ძალიან თავდაჯერებულები ხართ, მეგობრებო. ამავე დროს. თუ ჯერ არ ხართ აქამდე მოსული, აი, უკვე ამის დრო მოდის, რომ ძალიან ისეთი ეხა ცუდად არ გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ იმაზე მეტი საკუთარი თავის ფასი გეცოდინებათ, რაც ახლა გაქვთ. უვერენასც. ეს ყველაფერი იყო და არის თქვენი გარდასახვის თვის. ეს გზა თქვენ უნდა გაგევლოთ. ეს იყო ის გზა, რომელიც თქვენ უნდა გაგევლოთ. თქვენ ამ გზას ვერ შეუვლიდით, მეგობრებო. ეს ახეთ სამყაროს კარტი. ეს ყველაფერი სამყაროს მოწყობილი იყო. იმიტომ რომ ეს მაიმუნივით სიმპათიური ადამიანი, რომელმაც ამ ხელა დიდი ტკივილი მოგაყენათ, მეგობრებო, ჩამოგაშორათ სამყარო. წაიყვანა თქვენგან სამყარო. ადამიანი, რომელიც დისკომფორტს გიქმნიდათ. ხო, ანა მარიამა, შენ არც ერთ საჯარო ლაივში არ აცდები. ძალიან გიყვარს ეთყობა. მაიმუნივით სიმპათიური ადამიანი. აბა რა. ხო, კიდევ რაო. მაინც ელოდებით ამ მაიმუნიდან მოლაპარაკებას, მაგრამ აი მეგობრებო, გინდათ რომ რაღაც ეს კონფლიქტური სიტუაცია მოაგვაროს ამ ადამიანმა დაგირეკოთ და აი რაღაცა ეს ურთიერთობა გინდათ რომ გამოსწორდეს. მაინც მოლოდინში ხართ ამის, კი, დამოკიდებული ხართ აი ამ სიტუაციაზე. მაინც ელოდებით ამას. შავა, კი, შემყრობილები ხართ, მეგობრებო.
ამ ადამიანი ნახეთ, სად დააჯდა. ამ ადამიანი შეპყრობილი ხართ კი. ეს არის პლენ ნიშნავი, იცით რასაც ნიშნავს, დამოკიდებული ხართ, შეპყრობილი ხართ, ხო, შეპყრობილი ხართ ამ ადამიანზე. და კარტიც ამოწმებს კია. გიყვართ და რა გავაკეთო? გიყვართ და ელოდებით, ამ ადამიანს ელოდებით მეგობრებო. თქვენ მაინც გწამთ, რომ ეს ყველაფერი იქნება, გამოვა. თქვენი საქმე რომ კარგად გადაწყდება, თქვენ ამის მაინც გწამთ. აი შინაგანად თქვენი მე ამბობს ამას. აი ხო გეუბნებით თქვენი ქვეცნობიერი ამას ამბობს მეგობრებო. კიდევ რაო? ხო, გაგრძელება. გაოცება, გაკვირვება, სიყვარული, გაგრძელება, ცხოვრების გაგრძელება, პლადა როდე არის ნაყოფიერება და უბრალოდ ცხოვრების გაგრძელება, დაბადება. ხო, ამის იმედი გააქვთ კი, ძალიან კარგია მეგობრებო, ამის იმედი რომ გააქვთ. უბრალოდ საქმე რაშია იცით? ღრუბლებში არ იფრინოთ, ვარდისფერი სათვალეებით და ეშვით მიწაზე, და ეშვით მეგობრებო. და უფრო შეეხეთ მიწასთან უფრო ახლოს იყავით ჯობია. ერთი კარტი კიდევ, ორი კარტი კიდევ. ხო, ახეთ ეს არის თქვენი გამოცდა სამყაროდან. ეს არის ის პიტანიე გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბაროთ, ან უნდა ჩაგებარებინათ. თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ, აი რაც ვთქვი წეღან. ეს გზა თქვენ უნდა გაგევლოთ. ეს იყო სამყაროდან მოთხოვნადი გზა, რომელიც თქვენ უნდა გაგევლოთ. დავალება შესასრულებელი. განდაშვებული ვარ, კარგახანია. ხო, აი კიდე ბედის ბურბალი. ეს იყო თქვენი დავალება, რომ ამ ერთ წრეზე კრუგავაი პროცესი არის. ერთ წრეზე სიარულიდან გამოსულიყავით და თქვენი ბედის ბურბალი სულ სხვანაირად დაგეტრიალებინათ მეგობრებო. პერევაპლაშენიე, გარდასახვა. ხო, ამიტომ კი. ეს იყო თქვენი მიზანი. ეს იყო თქვენი გაკვეთილი, თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც უნდა გაგევლოთ და ჩემი ვარაუდით თქვენ ეს ძალიან კარგად გაიარეთ. დასწიჟენი ცელი. ხო, ამიტომ ესეთ იყო თქვენი ენერგიები მეგობრებო. რაც არ გკლავთ, გაძლიერებთ, ხო იცით? ჩემო ძვირფასებო, არ მაქვს საჯარო, არ მაქვს კითხვებზე პასუხი. არ მაქვს კითხვებზე პასუხი, ჩემო ძვირფასებო. საღამო მშვიდობისა ყველას, მოგესალმებით, იუზერ, გაიხარე. მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით მეგობრებო, არ მაქვს კითხვებზე პასუხი. საჯარო ლაივი მაქვს. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივის თემა არის ახალი პარტნიორი. ახალი პარტნიორი მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო, ახალი პარტნიორი. მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი დახასიათება, თქვენი ენერგიები, თქვენი სიგნიფიკაცია. და თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, გავაგრძელოთ ყურება თუ არა და ავსკროლოთ. აი ესე აუსვით თითი. ავსკროლოთ. ხო. მე მინდა დღეს ახალ პარტნიორზე გავაკეთო პირადი გაშლა. ფუფ,
ვაიმე მეგობრებო, პირადი გაშლა მეთქი. ხო, ვისთვის პირადი იქნება? ისე მეგობრებო, რა ვთქვა, მაგრამ ზოგჯერ არა და ძალიან ბევრჯერ შეიძლება საჯარო გაშლა პირადივით, პირადზე უკეთესად დაჯდეს რეზონირებაში. არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ ასე ხდება ბევრჯერ კი. ახალი სუფთა ვარდის სურნელითო. მორიელ, შენ ემანდ რამეს ხელი არ გამოკრა, მარტო ხარ. დახასიათება ეხლა დავიწყეთ კი, მაგრამ ცოტა დაგაგვიეთ. ცოტა ბოლოს არა, მოგვისწარი კი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ფიქრობ, როგორ წავიკითხო ეს დასტა. ახალი პარტნიორი მინდა, ახალი პარტნიორი მეგობრებო. ვინ, ანა მარია, ვინ? ვიზე ამბობ. მორიელზე ამბობ, ხო, ანა მარია? თქვენ ხო იცით ახლა მზე რომ გადასულია მორიელის ნიშანში და ახლა მორიელების დრო როა მოსული, მორიელ. შენ არ უყურე ხო იმის ლინკი რო ჩაგიგდე მე? თუ არ მყავს ახალი პარტნიორია. მოკლედ, შემოძირ, თუ არ ყავს პარტნიორი ახალი, გეყოლება. ხო, პარტნიორი თუ ყავს, მაშინ არ უყუროთ ამას. ვისაც პარტნიორი ყავთ, მეგობრებო, აი თუ გინდა უყურეთ, თუ გინდა არა. მე ახლა უნდა გავაკეთო საჯარო გაშლა ახალ პარტნიორზე, ვისაც აქვს სურვილი, ახალი პარტნიორი. ვინ გაინტერესებს, მორგანა, ვინ გაინტერესებს, მაინც ძველი გაინტერესებს. გაიხარე, ღელა. გარეთ რო გავდივარ, მეგობრებო, იცით რომ ეხა იტალიაში ბევრი ქართველები ხვდება ერთმანეთს, ძალა უნებურად ვიღაცას მაინც სადღაც შეხვდები. და როგორი კილო გაქვსო მეუბნებიან და ხო მეუთხარი, აი რა ვქნა. ჩემი კილო ვერსად ვერ დავტოვე მეთქი. აი არ შემიძლია მეუთხარი, სხვანაირად ვერ ვლაპარაკობ. არაურა სამბობო ესე მითხრა, პირიქით აი ძალიან სიამოვნებს ესე რო საუბრობო. გურული კილო. რა ვქნა მეგობრებო? მორიელ რა არის ახლა ეს? ეს მორიელ რა არის ახლა ეს? ამოგშლ მეგობრობის სიიდან. რომ ყავს და თან არ ყავს, ითვლებაო? რომ ყავს და თან არ ყავს, ითვლებაო? თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მაინც გაიგებთ მეგობრებო. რაღაცა შეიძლება ისეთი რამე გაიგოთ, რაც შეიძლება უნდა გაითვალისწინოთ, ასე რომ შეგიძლიათ უყუროთ, არაფერს არ წააგებთ. რა პრობლემაა? არაფერი არ ჩაიფიქროთ, უბრალოდ მოусმინეთ. ხო, დავიწყებ ჩემო ძვირფასებო. ახალი პარტნიორი. ჩაიფიქრეთ ახალი პარტნიორი. მოვა თუ არ მოვა თუ არ მოვა, ესე არ უნდა თქვა მორგანა. ველოდებით ახალ პარტნიორს. მორჩა კინო. სერიალები აღარ მინდა, ბრაზილიური, იტალიური, მექსიკური სერიალების აღარ ვართ მეგობრებო. ხა, დავიწყოთ ახლა, მოვაროთ ახლა სანთელზე ჩვენი კარტი, დასტა, ტაროს და ახლა ვკითხოთ ტაროს დასტას. მეგობრებო, აბა ვკითხოთ ახლა ტაროს დასტას. დასტას ვკითხულობ დღეს სწორ მდგომარეობაში. შეგიძლიათ ვკითხოთ ტაროს დასტას. ახალი პარტნიორი. სად არის ჩვენი ახალი პარტნიორი? რა ვითარებაშია, რა წოდებაშია, რა დროში მოვა, როგორია ის? ვკითხოთ მეგობრებო. ვკითხოთ, შევეკითხოთ. დავიწყოთ მეგობრებო, ახალი პარტნიორი.
ოჰა. არა მეგობრებო. თქვენც იცით რომ მოვა ახალი პარტნიორი დედას პიცა არა. ეს არის წინასწარ მეტყველების ადამიანი, წინასწარ მეტყველი ადამიანი, რომელმაც იცის რომ მასთან უნდა მოვიდეს ახალი ადამიანი, დედას პიცა არა. ამ ადამიანმა ყველაფერი იცის. ახალი ადამიანი. ახლა ახალი ადამიანი მეგობრებო, კი? მოკლედ ისე გინდათ რომ ამ ყოლაფრიდან, ამ ცუდი წარსულიდან, ამ დეპრესიიდან თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ეს ყველაფერი რაც იყო, დასრულდა, ასე აღარ იქნება, ამას თქვენ თვითონ აღარ დაუშვებთ. თქვენ ძალიან კარგად იცით ეხლა როგორ უნდა გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება, როგორ უნდა მიაღწიოთ თქვენს სურვილებს, ოცნებებს, ფიქრებს და სტაბილურობა როგორ შეინარჩუნოთ. ძალიანაც კარგი მეგობრებაა. ახალი პარტნიორი, სად არის ის? მეგობრებო. ამდენი გულის ტკივილის შემდეგ, მეგობრებო, როგორ გწამთ რომ ახალი ადამიანი მოვა თქვენ ცხოვრებაში, ეს აუცილებლად გექნებათ. ის რისიც გწამთ, აუცილებლად გექნებათ. აუცილებლად მეგობრებო. ძალიან კარგი ოჯახი გექნებათ. ანა მარია კუთხეში დაგაყენებთ ან საკლასო ოთახიდან გაგაძევებთ. ხო, ტრანსფორმაცია გაქვთ მეგობრებო, კარტი ამოვარდა. თქვენ იმყოფებით ტრანსფორმაციაში. ახალი პარტნიორი, ჩვენ გვაინტერესებს ახალი პარტნიორი, რას მიყვება ეს კარტი კაცო? ახალ პარტნიორზეა გაშლა. ახალი პარტნიორი. მეგობრებო, თქვენი ახალი პარტნიორი. კვერთხების პაჟი. ადამიანი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. უცხო პირია. უცხოა თქვენთვის. თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ. ადამიანი, რომელიც კეთილგანწყობით შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ოღონდ სერიოზულად მეგობრებო. ადამიანი, რომელიც კეთილგანწყობით შემოვა თქვენ ცხოვრებაში, თქვენი ურთიერთობა დაიწყება მეგობრობით. ხო, კარგი და კეთილი განზრახვით. ძალიან კარგი ურთიერთობით დაიწყება თქვენი მეგობრობა, თქვენი ურთიერთობა, ხო, მეგობრობით დაიწყება თქვენი ურთიერთობა. ამ ტრანსფორმაციის პერიოდში მეგობრებო, გეუბნებით, ტრანსფორმაცია და ადამიანის შემოსვლა. ამ ტრანსფორმაციის პერიოდში ძველს რას ვუშვებითო? კაცო, ჩვენ ძველზე აღარ ვლაპარაკობთ ახლა. მეგობრებო, კარტი გეუბნებათ. კვერთხების დედოფალი და კვერთხების პაში. აი ნახეთ? მეგობრებო, ნახეთ? და ზუსტად თქვენნაირი ადამიანი კვერთხების დედოფალი და კვერთხების პაში. ეს ადამიანი შეიძლება იყოს თქვენზე პატარა, ასაკობრივი სხვაობა იყოს შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ დედოფალი ხართ და ეს პაჟია. მეგობრებო, სტაბილურობაში იქნებით. სტაბილური ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანთან. ძალიანაც კარგი. მას მეორადებში ვტოვებთ. სამყარო ნახეთ, სამყარო. ეს არის სამყაროდან გამოგზავნილი, ეს იქნება სამყაროდან გამოგზავნილი ადამიანი. ძალიანაც კარგი მეგობრებო. ძალიანაც კარგი. რა ვითარებაში გაიცნობთ ამ ადამიანს? როგორ შემოვა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? როგორ შემოვა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? მეგობრებო, ნახეთ ოჯახი გელოდებათ ამ ადამიანთან. როგორ შემოვა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? ეს ადამიანი მეგობრებო თითქოს რაღაც პრობლემას გადაგიჭრით. ან შეიძლება რაღაცა პრობლემა გქონდეს, ამ პრობლემების დროს გაიცნოთ ეს ადამიანი. საინტერესოა. რა ვითარებაში კი თითქოს რაღაც პრობლემა გექნებათ თქვენ? ხო.
და ეს ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ეს იქნება თქვენი იმპერატორი. მიუხედავად იმისა, ასაკით შეიძლება პატარა იყოს, ასაკობრივი სხვაობა იყოს, შეიძლება ბევრთან რელიგიური სხვაობაც იყოს, რაღაც სხვაობა იქნება თქვენ შორის, ამიტომ შეიძლება სხვაობა იყოს, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან პასუხისმგებელი იქნება. ძალიანაც კარგი. კიდევ რას გვეტყვის? რა ვითარებაში შემოვა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში? თქვენ არ მიიღებთ მას. ეს ადამიანი რაღაცებს შეიძლება ამ ადამიანმა შეიძლება ხო, როდესაც დამეგობრდებით, ნუ თავისთავად შეიძლება ამ ადამიანმა რაღაც შესწორებები შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ არ მოგეწონებათ მისი ესეთი საქციელი. რატომ? საინტერესოა. რატომ არ მოგეწონებათ თქვენ მისი საქციელი? რატომ არ მოგეწონებათ მისი საქციელი? მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენთან თქვენსკენ სიყვარულით იქნება და თქვენ ხმლებში იქნებით, იმიტომ რომ თქვენი გავლილი ცხოვრებიდან მეგობრებო გამომდინარე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანთან, თითქოს ორივე ერთნაირები იქნებით. შეიძლება იყოს ტყუპი ზოდიაქო, შეიძლება იყოს ასწორი, შეიძლება იყოს თევზები. მეგობრებო, ხა ნუ მივაქცევთ ზოდიაქოებს მნიშვნელობას, დიდ მნიშვნელობას, ეხლა არც ის არ დამიწეროთ, ვუი, ეს ჩემი ძველი პარტნიორია აღწერილობაში, არც ეს დამიწეროთ, მეგობრებო. მარტო თქვენი პარტნიორი ვერ იქნება სასწორი, თევზები და თუნდაც რომელიმე ჩამოთვლილი აქედან თუ დაემთხვა, ვთქვათ. ხო, ამიტომ ესეთი მსგავსი რამეები კიდევ. ეს ადამიანი იქნება ძალიან მესაკუთრე. მინდა გითხრათ, კიდევ გადაწყვეტილება. ეს ადამიანი იქნება მანძილზე, შეიძლება ეს იყოს ინტერნეტ ნაცნობობა და თქვენ იქნებით გადაწყვეტილების წინაშე. მეგობრებო, გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. მიიღოთ ეს ურთიერთობა თუ არა, თუმცა ამ ურთიერთობაში თითქოს და მეგობრებო, პერსპექტივა არის. ორივე ერთად თანმიმდევრობით. ამ ადამიანს უნდა რომ სტაბილურად იყოს ამ ურთიერთობაში, სტაბილურობაში იყოს. უფრო სწორად ენდომება. კიდევ მისი დახასიათება, ახალი პარტნიორი მეგობრებო. ცოტა იქნება ბავშვურიც. ეს ადამიანი იქნება ცოტა ბავშვურიც. თუმცა წარსული ცხოვრება არ იქნება განოლებული სიტუაციით მეგობრებო. ბავშვური ხასიათებით. ახალი სიყვარული, ახალი გრძნობები, ახალი ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო, ვინმე არ დამიწეროთ, ეს ძველიაო, არ არის ძველი, არის ახალი. აქ იქნება რაღაც სხვაობა, საკობრივი, რელიგიური, მენტალური, ფიზიკური, გონებრივი, კანისფერი, თმისფერი, თვალისფერი, რა ვიცი მეგობრებო, ვიცი, რა ვიცი. თქვენ თუ ქერა ხართ, ის შავტუხა იქნება. თქვენ თუ შავტუხა ხართ, ის ქერა იქნება. ანუ მიხვდით, ხო? მიხვდით. ხო. კიდევ ბრავო. მოდი ვკითხოთ, სადამდე წავა თქვენი ურთიერთობა? თქვენი ურთიერთობა სადამდე წავა? იმპერატორი ქალი. ოჰო. ბალანსი, მაგი, უკან არ დაიხიოთ. მეგობრებო, ეს ხართ თქვენ, რომლებიც არაფერზე უკან არ დაიხეთ.
არც თქვენი манипуლაციებით, არც თქვენი ბალანსით, არც თქვენი ჟილკიანობით. სადამდე წავა თქვენი ურთიერთობა? კი მეგობრებო, ამ ადამიანიდან ელოდეთ შემოთავაზებებს, გვერდში დგომას, სერიოზულად დახმარებას. უყურეთ მეგობრებო, ამ ადამიანის შემოსვლით თქვენ ცხოვრებაში დამთავრდება ტყუილები, დამთავრდება ღალატი, გულგატეხილობა, ეს ყველაფერი დამთავრდება. აი, ამ ადამიანის შემოსვლით ეს ტყუილები, ეს აფერისტობები, ეს ყველაფერი დამთავრდება. წერტილი დაესმება ამ ყველაფერს მეგობრებო, ნახეთ? ამ ადამიანის შემოსვლით. კი. ეს იქნება ინტერნეტ ნაცნობობა შეიძლება ბევრთან. კი ბატონო. ან რაღაც პერიოდი, რაღაც დროის მანძილზე ინტერნეტით შეიძლება გქონდეთ მიწერ-მოწერა. ესეც შეიძლება იყოს მეგობრებო. აბა თუ ვაჩვენებს რა დროის მანძილზე შემოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებო, ეს ადამიანი შემოვა მაშინ თქვენ ცხოვრებაში, როდესაც რაღაცა კრიზისი თქვენს ცხოვრებაში კრიზისი დასრულდება. რაღაც კრიზისის პერიოდი გექნებათ და განოლება. რაღაცის დასასრული, რაღაც ეტაპის დასასრული, რაღაც პრობლემების დასასრული, პიკი რო გაქვთ უკვე და რო სრულდება. ხო, ნახეთ ქვემოდან მოლაპარაკებები. კი, რაღაც გადაწყვეტილებები, სასწორი. კი, რაღაც ასეთ დროს. აი, მაგ ვარ მეც ზუსტად მორგანა. ზუსტად მაგ ვარ. გაწყვეტილია ზარღვი, დამთავრებულია ეტაპი. არასკევის მოსვლას ველოდები, დამთავრებულია ეტაპი ნამდვილად. რას გვეტყვის ახალ პარტნიორზე კიდევ ტაროს დასტა? ოხ, მეგობრებო, ძალიან სიმპათიური, ძალიან განათლებული, ძალიან თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე. იქნება ეს ადამიანი. ძალიან ყურადღებიანი. ეს შეიძლება იყოს მაღალი, მხარბეჭიანი ადამიანი, ბევრთან შეიძლება გათამაშდეს ქერაც. ქერაც შეიძლება გათამაშდეთ, ძალიან მოსიყვარულე, თბილი. რაღაც ურთიერთობიდან წამოსული, დამთავრებული ურთიერთობიდან მეგობრებო. კიდევ რას გვეტყვის ამ ახალ პარტნიორზე? კი, მეგობრებო. კი, მეგობრებო. ამ ადამიანს წარსული ურთიერთობა დასრულებული აქვს და ეხლა ისვენებს. არავინ არ ყავს ამ ადამიანს უკვე მეგობრებო. ყველანაირი ურთიერთობიდან უკვე ისვენებს. ძალიანაც კარგი. მორიელ. მორიელ, რამე ხომ არ დაგილევია ძამა? აშლილი მაგ ფაფარიო მორგანა, შენ რაღა დაგემართა, ქალო? აქ რა ხდება, რამე ხო არ გამომეპარა, მეგობრებო? მე ხა თქვენ კი არ გეყურებთ აქ? რამე ხო არ გამომეპარა, მეგობრებო? შორს ხომ არ ეძებო, ანა მარია? ვისეუბნები მორიელს? გავაგრძელებ, მეგობრებო, თორემ თქვენსკენ თვალი ისე გამომირბის, რომ მე აქ დილამდე გავათენებ.
მოკლედ თქვენი ახალი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, იქნება ძალიან მებრძოლი სულის კვეთების, ძალიან შორს მხედველი ადამიანი, რომელიც მომავალში იყურება, უკან არ იხედება. ამ ადამიანს არ აინტერესებს წარსული, ამ ადამიანს აინტერესებს მარტო მომავალი. ძალიან მებრძოლი ხასიათის იქნება ჩემო ძვირფასებო. ქალბატონების შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, კიდევ რას გვეტყვის? თქვენი ახალი პარტნიორი. ხო. ეს ადამიანი ჰათუჰა შემოვა თქვენ ცხოვრებაში. მეგობრებო, ჰათუჰა შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ათიანების კვერთხები. ესე იგი, 3-ის გამოკლებით 7. 7 ვადაში? მეგობრებო, 7 ვადაში? 7 ვადაში. ეს იქნება ინტერნეტ ნაცნობობა. მეგობრებო. ეს ადამიანი ცოტა ხანი ესე დაგაკვირდებათ შორიდან. მეგობრებო, ეხლა ხო არ გაკვირდებათ უკვე შორიდან? რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება დამჭა? ეხლა ხო არ გაკვირდებათ უკვე შორიდან? თქვენ არ იცით ოღონდ. არიქა გვეშველაო. მეგობრებო, ეს ადამიანი უკვე თუ არის თქვენ ცხოვრებაში, ეს ადამიანი იქნება ბიზნესმენი. ამ ადამიანს რაღაც ხელსაქმე ექნება მისი, მეგობრებო. კი, მეგობრებო. ამ ადამიანს რაღაც თავისი საქმიანობა ექნება. თქვენ ამ ადამიანს ხო არ იცნობთ? არა. არ იცნობთ ამ ადამიანს, მეგობრებო, თქვენ. თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ, არა. თქვენ ამას არ იცნობთ. ვიცით რომ გითვალთვალებს. არა, თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ, მეგობრებო. ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ, სახე არ იცით მისი. ყოველ შემთხვევაში ნანახი არ ყავთ. ეს არის ადამიანი, რომელიც გადაადგილდება. ეს ადამიანი არის, რომელიც სტიმულს მოგცემთ ზოგადად ცხოვრებაში. ძალიან სტიმულის მომცემი ადამიანი იქნება თქვენთვის. ეს ადამიანი აუცილებლად მოვა თქვენამდე თავის დროზე. ასე რომ ელოდეთ. ორმესი მადლობა მორგანა. ნამდვილად ელოდეთ ამ ადამიანს. ჩემო ძვირფასებო. ნამდვილად ელოდეთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი იქნება მგზავრი, ადამიანი, რომელიც ხშირად მოგზაურობს, მოძრაობს. მორიელ, თლა შენზეა აგი ახლა. ადამიანი, რომელიც გადაადგილდება ტრანსპორტით, რომელიც მოძრაობს, ტუდასუდა დადის, რეგლახათ არ გამიგო. ადამიანი, რომელიც დღეს აგერა, ხვალ ეგერა, ადგილს ამყოფელს იცვლის, ქვეყნებს იცვლის, ქალაქებს იცვლის, ტურისტულია, მოძრავია, უყარს მგზავრობა, გადაადგილება, გადაფრენა, გადაცურვა, ბორანით. ორიელ, რა ვქნა ძამა? ხო.
მარტოში ხომ არ ხარ ამ ფერი? ბევრია ამ ფერი ძამა. ხო და? ორიელს ბედი გაიხსნა. ხო. ხო და ძამა ამ გადასვლა გადმოადგილებაში შეხვდები შენს მეორე ნახევარს. ხო, მამაკაცებო, თქვენ შემოაბრუნეთ პირიქით, თუ კი ხართ გადაადგილებაში ხშირად, გიყვართ მოძრაობა, გზავრობთ. აი ზუსტად შემოაბრუნეთ თქვენსკენ, თქვენ აუცილებლად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს. თქვენ და გასაკვირად მოულოდნელად შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს. თქვენი მეორე ნახევარი მამაკაცებო იქნება ძალიან ძლიერი. აი ამ ტიპის, დააკვირდით აბა ამ ტიპის. აი ესეთი ამ ტიპის მამაკაცებო. ხო. მოდი რჩევა თქვენ ჩემო დედოფლებო. მასეკენი ძამა. ძამა მასეკენი. აბა გოგონებო, რჩევა თქვენ და ბიჭებო. რჩევა თქვენ. რჩევა თქვენ. ხო. თქვენ იმდენად ძალა გაქვთ გამოლეონი, მეგობრებო. იმდენად პაუზებში ხართ. რჩევა თქვენ. არავითარ შემთხვევაში ამ სიტუაციაში არ დარჩეთ. არავითარ შემთხვევაში ამ სიტუაციაში არ დარჩეთ, იქ რაც ამოვიდა, აქ რაც ამოვიდა, ამ სიტუაციაში არ დარჩეთ. მეგობრებო, იმიტომ რომ ნახეთ, მოულოდნელობა, პაუზები, მოგონებები და სურვილის ასრულება. ამ პაუზებიდან გამოდიხართ, აი თქვენი სურვილების ასრულების დრო დადგა, თქვენ ცხოვრებაში შემოდის მოულოდნელად, ძალიან მოულოდნელად, აი არ ვიცი, დაუჯერებლად. ეს ადამიანი იქნება ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ეს არის ბედის ბორბალის დატრიალება და ეს არის მეგობრებო ის რომ რასაც ევედრებოდით უფალს. უბრალოდ უნდა დაიჯეროთ ეს ყველაფერი. უბრალოდ უნდა დაიჯეროთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ის არის, რაც თქვენ უფალს ევედრეთ. ხო. არ დარჩეთ წარსულში, ჩემო ძვირფასებო, იქ არაფერი არ არის. თუნდაც რა იყო ეს, არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ წარსულში. ეხლა გაქვს სტაგნაცია, მაგრამ არა უშავს. არა უშავს მეგობრებო, ამაზე არ ინერვიულოთ. ამიტომ ელოდეთ ახალ ადამიანს. ელოდეთ ახალ ადამიანს, მეგობრებო. რატომაც არა. მორიე. სასწაული ხარ მოკლედ. ამ პაზლებმა ხო წაიღოთ ვინი კაცო. აჰა. ხო, ინტერნეტ ნაცნობაბაო და გაიცნობს, ესეც რა პრობლემაა, ანა მარია. სასწაული არ ასვენებსო. ხო. სასწაული არ ასვენებს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, სასწაული რო არსებობს, უნდა გჯეროდეთ. ხო იცით, რისიც გწამთ და გჯერათ, ის გისრულდებათ. მე ძალიან მჯერავს კარგი ცხოვრების, ფუფუნების, მიღწევების, წარმატების, კარგად ყოფნის, ჯანმრთელობის.
ძალიან მჯერავს ამ ყველაფრის. აქ ეზებს ვერ ხედავსო. ვერ ხედავ, დამჩენი არასვენებსო. ანა მარია, აქ რომ არ მოძებნოს, აბა სამოძებნოს 24/7-ზე მანქანაში ზის ადამიანი რულთან. იმის დროც არ აქვს, რომ სადმე წავიდეს, წამოვიდეს, ფეხით გამოიაროს და ვინმე დაინახოს, თვალს წყალი დაალებიოს. ხო. რაკნას. აბა, ესეა. საკუთარი თავი. პირველეს ყოვლისა. თქვენ ამ ადამიანს ჯერ არ იცნობთ, მეგობრებო. მაგრამ გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. მოვა დრო და გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. ხო. ეს იქნება თქვენი გამარჯვების ურთიერთობა. ვიღავ? ხო. ეს იქნება ის ურთიერთობა, რომელსაც ბავშვობაში ნატრობდით. ეს იქნება ის ურთიერთობა, რითვისაც აქამდე იბრძოდით. რაზეც ოცნებობდით, მეგობრებო? ხო. ეს მოგიტანთ ძალიან დიდ იღბალს და ენერგეტიკულად ძალიან წინ წახვალთ, მეგობრებო, ამ ადამიანის შემოსვლით თქვენს ცხოვრებაში. თუმცა თქვენთვის ახლა ეს ყველაფერი გაუგებარია, რასაც მე ვსაუბრობ, მაგრამ ასეა კი. ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი. ამინ. ღმერთმა ყველას სიკეთით აგისრულოთ, მეგობრებო. რაც მე მემეტებოდებს თქვენთვის, აი ის დამიბრუნოს უფალმა, რატომაც არა, მეგობრებო. ამინ, კარგი გულით, კარგი ყურით. მოკლედ, მოდი ახლა ვკითხოთ ასტრაბარათებს, რა უნდა ვიცოდეთ? ჩვენი მომავალი შესახებ რა უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, ვკითხოთ ასტრაბარათებს. ვკითხოთ ასტრაბარათებს, ჩვენი მომავალი ცხოვრების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ? რას გვეტყვის? ბალანსი. ეცადეთ, რომ საკუთარი შინაგანი სამყარო დააბალანსოთ, მეგობრებო. ყველანაირად ეცადეთ. როგორც გამოგივათ ისე. არ აქვს მნიშვნელობა, რა დრო დააგვიანდება ამ ყველაფერს. თქვენ მაინც ეცადეთ. თუ კი ხართ რაღაც აფორიაქებულები, დამშვიდდით. თუნდაც მიიღეთ წამლები და დამშვიდდით. ახეთ ეს ადამიანი როგორ ამშვიდებს წყალს, ათუხთუხებულ წყალს რაღაც ხელსაწყოებით. გამოიყენეთ ყველანაირი საშუალება იმისთვის, რომ დამშვიდდეთ და დაბალანსდეთ. კიდევ რას გვეტყვის მომავალზე? თანამშრომლობა, აუცილებლად იკონტაქტეთ ადამიანთან, თანამშრომლეთ, მოლაპარაკებები აწარმოეთ, იმეგობრეთ, აუცილებლად გადით ხალხში, ისაუბრეთ, მეგობრებო. ისაუბრეთ თქვენ სურვილებზე, ისაუბრეთ თქვენი აზრები გამოთქვით, მეგობრებო. ხო. გამოთქვით თქვენი აზრები. არ შეგეშინდეთ ამის. რას გვეტყვის თქვენ შესახებ? რას გვეტყვის თქვენ შესახებ? რას გვეტყვის თქვენ შესახებ, მეგობრებო, და ნახეთ. ეს არის ადამიანი. ეს არის ჭკვიანი ადამიანი.
ეს არის ადამიანი, კიდევ უყურეთ, ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა, ანუ ადამიანი, რომელიც უყურებს თქვენ სურათს, ადამიანი, რომელიც გიყურებთ შორიდან, ადამიანი, რომელიც გაკვირდება შორიდან. მეგობრებო, ვიღაც გაკვირდება შორიდან. ეს თქვენ არ იცით, მაგრამ ვიღაც გაკვირდება შორიდან. თქვენ რაღაცას აკეთებთ და ეს ადამიანი გიყურებთ. კიდევ რა უნდა იცოდეთ თქვენზე, თქვენს მომავალზე. ადამიანი, რომელიც გიყურებთ შორიდან, მეგობრებო, თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ. ვიმეორებ კიდევ. ეს ადამიანი მოიკრიბავს გამბედაობას, რასაც აქამდე ვერ აკეთებდა და გამოვა თქვენთან კონტაქტზე. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ახლა, მეგობრებო, მე არ დამაყაროთ. მე არ დამაყაროთ. ეს ადამიანი უკვე თქვენ არ იცით, მაგრამ გიყურებთ, სადღაც გხედავთ და ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა თქვენთან კონტაქტზე. მოსვლის კარტი და ეს არის გამბედაობის კარტი. აუცილებლად, მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანის, ამ ახალი ადამიანის, ხო. მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან ბინოკლი. მანძილი. ეს არის ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა. თქვენ ამ ადამიანს აუცილებლად გაიცნობთ ინტერნეტით, სოცქსელებით. ხო. ეს ადამიანი იქნება ძალიან ცნობის მოყვარე. ყველაფერს შეგეკითხებათ, სად ხართ, რას აკეთებთ, რითი ხართ დაკავებული, რა სჭამთ, ვინ გყავთ, რა გყავთ, თქვენი მოღვაწეობა, რა მომავალი გაქვთ, რას ფიქრობთ, აი აბსოლუტურად ძალიან ცნობის მოყვარე იქნება. ეს ადამიანი იქნება ძალიან ცნობის მოყვარე. იცით როგორი ადამიანი იქნება? ამ ადამიანმა ყველაფერი უნდა იცოდეს. არის არა საჭირო უნდა იცოდეს. გახსოვთ, გითხარით იქ ახალი პარტნიორი იქნება რაღაც ფორმიანი მეთქი. მილიცია, პოლიცია, გამომძიებელი, ადვოკატი. ხო, თავისთავად ახლა ესეც სფეროში თუ იქნება, ყველაფერი უნდა იცოდეს. ექიმი თუ იქნება, ექიმმაც ყველაფერი უნდა იცოდეს. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი უნდა იცოდეს. ხო. ესეთი იქნება ახალი ადამიანი. სიხარული. ესეთი იქნება ეს ადამიანი, მაგრამ სიხარულსაც შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ერთი კარტი ამოვიღო კიდე. სიხარულს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ამის თქმა უნდა, ხო? ხო, მეგობრებო. ეს ადამიანი ამ ადამიანთან ესე იკონტაქტებთ რაღაც გარკვეული პერიოდი ინტერნეტით. ნახეთ, სურათი უკავია ხელში და ესე უყურებთ თქვენს ფოტოს. ესე იქნება რაღაც პერიოდი. მიწერ მოწერით.
იწერ მოწერით მეგობრებო, გეუბნებით ეს ადამიანი რაღაც ფორმიანი იქნება. მეგობრებო, მორიელს დაბადების დღე აქვს. ჩემო ძვირფასებო, მორიელის დაბადების დღეა. საქართველოს დროით უკვე. გალამაზი დღეა, რანათელი დღეა, იმიტომ რომ მორიელის დაბადების დღეა. გილოცავ, გილოცავ, გილოცავ. მორიელ. მორიელ. კეთილი სურვილებით გილოცავთ. ნახეთ მეგობრებო, ქვემოდან რა კარტია? ეს იქნება ორმხრივი სიყვარული მეგობრებო. მორიელ, შენ ენამ ხო არ გიყივლა? მორიელ. მორიელ. შენ ენამ ხო არ გიყივლა? მეგობრებო, ეს ამ ახალ პარტნიორთან გექნებათ ორმხრივი სიყვარული. ეს არ იქნება ცალმხრივი ურთიერთობა. ეს იქნება ორმხრივი გრძნობა. აქ ახალ ნაცნობობაში იქნება ორმხრივი გრძნობა მეგობრებო. მორიელ. მოგიმღერე ძამა, მოგიმღერე. ნახე რამდენი ადამიანი გილოცავს. დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, შენი სურვილების და ოცნებების ასრულება მორიელ. პირველ რიგში ჯანმრთელობა. მთელი გულით, სულით და მთელი არსებით გილოცავთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი პარტნიორი იქნება არაჩვეულებრივი ადამიანი, ცოტა გულთმისანიც, მეგობრებო, ძალიან მეოცნები, ძალიან იმედიანი, იმედის მომცემი, ეს ადამიანი იქნება ძალიან მორწმუნე, მინდა გითხრათ. და ამავდროულად იქნება რაღაც ძალა იქნება ამ ადამიანს მეგობრებო. სიტყვის ძალა, ფიქრის ძალა, მოქმედების ძალა. აი თქვენც მიხვდებით, რომ ამ ადამიანს რაღაც ძალა აქვს. ცოტა იცით როგორი იქნება ეს ადამიანი? ძალიან საიდუმლოებებით მოცული ადამიანი იქნება. ეს იქნება რაღაც არაცნობიერი ადამიანი. ამ ადამიანს ვერასოდეს ვერ გაიცნობთ, რო იტყვიან, აი რაღაცნაირი იქნება. ამოუცნობი ადამიანი იქნება, მაგრამ სულიერად ძალიან ისეთი. ძალიან კეთილი, სულიერად ძლიერი, ბოროტი არა. ბოროტი არ იქნება მეგობრებო. თქვენ ამ ადამიანთან ყოფნის არ შეგეშინდებათ, უბრალოდ თავისებური იქნება. მეტი არაფერი. აი რაღაცა მაგიური ძალა იქნება ამ ადამიანს. მეგობრებო. მოუცნობი ობიექტი არა, მოუცნობი ადამიანი. ხო. ძალიან ერთგული. ძალიან ერთგული იქნება. მინდა გითხრათ. იდუმალებით მოცული ადამიანი, მაგრამ ერთგული. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო და ძალიან ტოლერანტული, ძალიან მეგობრული. ყველასთან შეუძლია ამ ადამიანს საუბარი, მეგობრობა, კონტაქტი, ისედაც შეიძლება გქონდეს. გეუბნებით, რაღაც სხვაობა იქნება თქვენ შორის. შეიძლება იყოს რელიგიური სხვაობა, რადგან აქ კათოლიკური ტანისამოსი აცვია ამ ადამიანს. თუმცა იქნება ძალიან ტოლერანტული. შეიძლება უყვარდეს ხაზვა, ხატვა, რაღაცებს აკეთებდეს. ხო, შეიძლება იყოს მხატვარიც.
შეიძლება იყოს რაღაც მსახიობი, ნიჭი კონდეს ან და მეგობრებო. არტისტული ნიჭი კონდეს შეიძლება. შეიძლება ვინმე მსახიობს გავდეს კიდევ ან და მეგობრებო ძალიან ბევრი მინიშნებები ამოვიდა. შეიძლება იყოს ცნობილი ადამიანიც, არ გამოვრიცხა. ყოველ შემთხვევაში თავის ირგვლივ მყოფებში ცნობილი ისეთი სახე იყოს. მორიელ გადი და შემოდი თავიდან. ასეც ვიცნობ უკვე. ხო, მოკლედ რაღაც ესეთი მეგობრებო, რაღაც ცნობილი სახე. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. როგორც ყოველთვის გამორჩეული და ძალიან საინტერესო. ყოველთვის აირჩიეთ ახალი პარტნიორი, ახალი სიახლეები, მეგობრებო, უკან არაფერი არ დარჩა, უკან აღარ მოიხედოთ. ყოველთვის გაიხედეთ წინ. და ყველაფერი იქნება კარგად. გაიცანით ახალი ადამიანები, იყავით ძალიან კონტაქტურები. მერე რა თუნდაც მეგობრულად გაიცანით რა პრობლემაა მეგობრებო. სავალდებულო ხო არა ყველა ადამიანის შემოსვლაზე იფიქროთ რომ უი ესაა ჩემი ბედი. არა მეგობრებო. საქმე მაგაზია რა. მეგობრულად გაიცანით და მეგობრდით და ახლოდით. რა პრობლემაა? ასე რომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება მინდა გისურვოთ. მოიცადეთ, მოდით მეგობრებო, ერთი კიდე. დროის კარტი. მოდი მინდა მოვიტანო დროის კარტი, რადგან ახალ პარტნიორზე გქონდა ხეცი. ვარაუდი. საჯარო ლაივი გქონდა ახალ პარტნიორზე. მოდი ვნახოთ ჩვენს დროის კარტზე. რა დროის ვადაში შემოვა თქვენი პარტნიორი. რა დროის ვადაში შემოვა თქვენი პარტნიორი. მექნება სამ ვარიანტად. ჩაიფიქრეთ მეგობრებო. სამი ვარიანტი, რომელიც გინდათ. პირველი, მეორე, მესამე. რა დროის მანძილზე შემოვა ახალი ადამიანი. პირველი. რა დროის მანძილზე შემოვა ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. მეორე. რა დროის ვადაში შემოვა ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. მესამე. მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ახალი ადამიანი. რა დროის ვადაში შემოვა თქვენთვის სასურველი ადამიანი და ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე, მესამე აირჩიეთ ვინც რომელი უფრო ვისთანაც უფრო ახლოს მოვა, ვისთანაც რომელი უფრო ახლოს მოვა, თითი დაადეთ ასე ეკრანს და შეიგრძენით ის ვარიანტი მეგობრებო. იმედია მოასწარით, ვინც ვერ მოასწარით, მე როდესაც ავტვირთავ მეგობრებო, დააპაუზეთ და ვიწყებ პირველი ვარიანტი. რა დროის მანძილზე შემოვა, რა დროის ვადაში შემოვა თქვენთვის ახალი პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში. ცოტა მოიგვიანებს, მეგობრებო. რა დროის ვადაში, თუ კი დრო არ ჩაგითქვიათ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც დროის ვადა დააგვიანდება. თუმცა აი ამ აღნაგობის შეიძლება დარჩეს თქვენი პარტნიორი. ამ ადამიანს შეიძლება უყვარდეს საათზე ყურება ყოველთვის, ხშირად აკვირდებოდეს დროს.
დროს თითქოს სადღაც აგვიანდება, შეიძლება ჩვევა კონდეს საათზე ყურება. მეგობრებო, ესეც შეიძლება ერთ-ერთი მინიშნება იყოს, ასე რომ დაიმახსოვრეთ. კოსტუმა. კოსტუმა მეგობრებო. ესეთი მაღალი, ხარბეჭიანი, ესეთი წარმოსადეგი, თითქოს რაღაც შარვალ კოსტუმიანი, ესეთი საქმიანი ბიზნესმენის ტიპის ადამიანი. კი ბატონო, შვიდობაში. შვიდობაში. პირველი ვარიანტი. ეგ არის და გორის ციხე, ხო, მორგანა? ვით ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი? ახლა მკითხოთ. რა დროის ვადაში შემოვა ახალი პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში? მეორე ვარიანტი. მაშინ, როდესაც გაუშვებთ ამ სიტუაციას და არის ფიქრეთ, იყავით ისეთი თავისუფალი, მეგობრებო, აი გაშალეთ ხელები და ყველაფერი მიანდეთ უფალს. ყველაზე ნაკლებად იფიქრეთ ამაზე. საერთოდ არც იფიქროთ ამაზე, მეგობრებო. უბრალოდ თქვით, რომ აი ახალი ადამიანი მინდა ჩემ ცხოვრებაში. გაუშვით სამყაროში და მორჩა. ხო. ესეც ძალიან კარგი საშუალებაა. შეგიძლიათ სამივე ჩაიფიქროთ, მეგობრებო. მადლობა მეორეს, მეორე ვარიანტს. გადავიდეთ მესამეზე. აბა ჩემო მესამე ვარიანტო, რა დროის ვადაში შემოვა თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი? ახალი. ზავტრა. მეგობრებო, ხვალ. ხვალ, მეგობრებო, ხვალიდან ელოდეთ ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ დღე. აი მეგობრებო, ოსზე ნახეთ ეს კარტით წყვილად, ნახეთ როგორ უხდება ერთმანეთს ეს ორი დასტა. მეგობრებო, უბრალოდ სასწაულია რა. მეგობრებო, სასწაულია უბრალოდ. აი ნახეთ. ჩემო ძვირფასებო, სამივე პასუხი არის ძალიან კარგი. სამივე პასუხი მისაღებია. ჯადოსნური საღამოა. ნამდვილად. ასე რომ სასიკეთოდ აიღეთ ყველა თქვენი ოცნება, მეგობრებო. მიჩუქებია თქვენთვის. სასიკეთოდ აიღეთ ყველა კარგი ინფორმაცია. ოღონდ მართლა, ყოველგვარი იმის გარეშე, გულით, სულით, მემეტება, რატომაც არა. შვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, აი ამ თბილ და გემრიელ ნოტებზე ყოფილიყოს თქვენი ხვალინდელი დღის დასაწყისი და მთელი ცხოვრება. წინ გაქვთ. აი მეგობრებო, ნახეთ, აქ კიდე რა ხატია, გვირაბი და გვირაბის ბოლოს ყოველთვის ნათელია. ხედავთ ხო გვირაბი? უკვე აქ ხართ. აი უკვე აქ ხართ, მეგობრებო. აი უკვე სინათლე. ეს მარტო სინათლე არა, ეს უკვე სურათია. ეს უკვე ყველაფერია. აქ უკვე ყველაფერი კარგად ჩანს. გვირაბიდან უკვე გასულები ხართ. გამაჟრიალა, ჩემო ძვირფასებო, გამაჟრიალა. ასე რომ ამ ყველაფერს გულით გესურვებთ. გულით, სულით, მთელი არსებით. რაც მე თქვენთვის მემეტება, აი უფალმა ის მე დამიბრუნოს უკან ათმაგად. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ იყავით ბედნიერები, იყავით ჯამრთელები, იყავით ლაღები, მომღიმარები და ეს ყველაფერი აუცილებლად გეკნებათ. უღრმესი მადლობა მორგანა გაიხარე. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გელოდებით კომენტარებში და აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე. აბა დროებით. მადლობა ყველას.